ევროპარლამენტში ნაცმოძრაობის მოკავშირე დეპუტატებმა გაახმიანეს ოპოზიციის იდენტური გზავნილები, უარგუმენტოდ ითხოვენ ახალ არჩევნებს, საქართველოს დასჯას. ასევე მათთვის აქტუალურია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაც. ევროდეპუტატთა ნაწილმა კოლეგების განცხადებები მწვავედ გააკრიტიკა. ითქვა, რომ ეს არის საქართველოს შიდა საქმეში ჩარევა. მოვუწოდებ ევროკავშირის ლიდერებს თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომლებიც ლეგიტიმაციას მისცემს თვითგამოცხადებული ქართული ოცნების ხელისუფლებას. კრიზისიდან გამოსავალი არის ახალი არჩევნების შეფერხების გარეშე. ჩვენ ევროპარლამენტი გვერდზე არ უნდა გავდგეთ. მუდამ მოვითხოვოთ მთავრობის და პარლამენტის საერთაშორისო იზოლაცია, ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის და სხვა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ჩვენ უნდა დავაწესოთ სანქციები, საჭიროა სწრაფად რეაგირება და სანქციების დაწესება. რუსელმა მეტი უნდა გააკეთოს, ეს ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თქვა, მაგრამ რატომ უნდა მოვახდინოთ გავლენა სუვერენული ხალხის დემოკრატიულ გადაწყვეტილებაზე? ჩვენ ერებს შორის ურთიერთპატივისცემა გვჭირდება, ჩვენ არ გვსურს ევროკავშირის ჩარევის ნახვა. საქართველოში ძალაუფლება ხალხს აქვს. 20 დეკემბერს გამოქვეყნდა დასკვნა საქართველოს შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ უცხოური ჩარევა არ ყოფილა. ქართული ხალხის გადაწყვეტილებებში ჩარევას ბრიუსელი აძლიერებს. მაგალითად, იქ ბევრი პოლიციელი დაშავდა. ევროკავშირი ქაოსის მონაწილეა, ეს თავისუფალი ქვეყანაა. საქართველოს სურს ევროპა, მაგრამ ისეთი ევროპა, რომელიც მათ არჩევანს პატივს სცემს. საქართველო ბრიუსელის კოლონია არ გახდება. ევროკავშირი მუდამ ჩივის უცხოური ჩარევის შესახებ მაშინ, როდესაც უკვე თვეებია ერევა საქართველოს საქმეებში, ემუქრება მას სანქციებით და მხარს უჭერს გადატრიალებას თბილისში, რომელიც გვახსენებს მაიდანს უკრაინაში. დემონსტრაციები, უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოები, ამ ყველაფრის შედეგი ცნობილია და ის კარგი არ არის. ევროკავშირი ამას აკეთებს, რადგან საქართველოში გაიმარჯვეს იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც ბრიუსელის დღის წესრიგს არ იზიარებენ. ქართველებს სურთ ქრისტიანული ღირებულებები ვოუქი იდეოლოგიის ნაცვლად, სურთ სუვერენიტეტი დასავლეთთან კავშირების ნაცვლად, სურთ მშვიდობა ომის ნაცვლად, მათ არ სურთ პოლიტიკური ჩარევა არც მოსკოვიდან, არც ბრიუსელიდან და არც ვაშინგტონიდან. ეს გასაგებია, ჩვენ არ გვჭირდება მიხაილ როთი გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან თბილისის ქუჩებში. ჩვენს ინტერესებშია პატივივცეთ ქართველი ხალხის ნებას, არ არის საჭირო ქედმაღალი ლექციები და ესკალაციური ჩარევები. ამის ნაცვლად გვჭირდება კარგი დიპლომატიური ურთიერთობები თბილისთან. საქართველო არ უნდა გახდეს მეორე უკრაინა. საქართველოში ეუთომ შეძლო არჩევნების საერთო ჯამში სწორად ჩატარების დადასტურება. ეს არ უარყოფს ქვეყნის პრობლემებს, რომლებიც მრავალრიცხოვანია. ჩვენ დავგმეთ რამდენიმე კანონი საქართველოში, რომლებსაც არ ვეთანხმებით. ამავდროულად მიუღებელია ევროპული ელიტების სურვილის შეცვალონ არჩევნების შედეგი, როდესაც ის არ ემთხვევა ნატოს საგარეო პოლიტიკის არჩევანს. ისინი იქამდეც კი მედიან, რომ ლეგიტიმაციას ანიჭებენ პრეზიდენტს იმის მიუხედავად, რომ ის ახლა კანონიერად აღარ იმყოფება თანამდებობაზე. საქართველოში ეუთომ შეძლო არჩევნების საერთო ჯამში სწორად ჩატარების დადასტურება. ეს არ უარყოფს ქვეყნის პრობლემებს, რომლებიც მრავალრიცხოვანია. ჩვენ დავგმეთ რამდენიმე კანონი საქართველოში, რომლებსაც არ ვეთანხმებით. ამავდროულად მიუღებელია ევროპული ელიტების სურვილის შეცვალონ არჩევნების შედეგი. ისინი იქამდეც კი მიდიან, რომ ლეგიტიმაციას ანიჭებენ პრეზიდენტს, მიუხედავად იმისა, რომ ის ახლა კანონიერად აღარ იმყოფება თანამდებობაზე.